ოკეი. ცოტა გავწერო. აი, დღეს საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. გრძელი ლექცია არ გამოვა, იმიტომ რომ ნუ არ არის ეგეთი ბევრი სალაპარაკო აქ. უბრალოდ ძალიან საინტერესოა რა, საბოლოოდ გადავდივართ როგორ მუშაობს აა დეკოდერები GPT და Beam Search-ი რა. და Beam Search-ის გარდა კიდე რამდენიმე აა დეკოდირების მაგალითსაც მოვიყვან რა. ამდენში როგორ წერენ მანქანები ტექსტს, მაგას გავუვლი დღეს, როგორ მუშაობს ChatGPT, როგორ გენერირდება ტექსტი და რა სტრატეგიები არსებობს შემდეგი სიტყვის სასარჩელად. გასულ ლექციებზე სექტ-თუ-სექტ მოდელებზე ვისაუბრეთ, cross attention-ზე და დღეს კი რა GPT, დეკოდერი, Beam Search და ასე შემდეგ. წინა ლექციები იმედია გახსოვთ ყველას, იმიტომ რომ დაკავშირებული რა თქმა უნდა იქნება დღევანდელი ლექცია მაგასთან რა და ანალოგიები იქნება. აი, დავიწყოთ, ნუ მნიშვნელოვანი განსხვავებებით რა. ბერტს ხო უკვე ვიცნობთ, ანუ რა არის ბერტი საერთოდ. თქვენ უკვე წესით უკვე იცოდეთ AI ლიგას იყო და ისეც მე მგონი ლექციებზეც ბევრი ვილაპარაკეთ. ენკოდერ ტიპის მოდელი არის. ან ბერტი ხედავს მთლიან ტექსტს ერთდროულად და ყველა სიტყვას ასე ვთქვათ უყურებს. ანუ ეს შესანიშნავია მართლა ძალიან კაია იმისთვის რა ქვია ტექსტის გასაგებად და კლასიფიკაციისთვის, search-ისთვის, name entity recognition-ისთვის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ბერტს უფრო ვიყენებთ, რაც embedding-ების ამოსაღებად თუნდაც რა. ხო? იმიტომ რომ უკეთ იგებს ასე ვთქვათ ტექსტს, იმიტომ რომ ორივე მხარეს უყურებს რა წარსულსაც და მომავალსაც. მაგრამ ბერტს არ შეუძლია ტექსტის დაწერა. ნუ კი შეიძლება რაღაც რომ დამასკო ყოველი შემდეგი სიტყვა და ეგრე დააწერინო, მაგრამ ნუ ეგეც არ არის მაინც კარგი რა და სწორი რა. და ნუ მაგის მიზეზი რატომაც არ შეუძლია ტექსტის დაწერა არის რომ მომავალსაც ხედავს რა. და წერის დროს რა მომავალი სიტყვები ჯერ არ არსებობს, ან უნდა დაიწეროს ჯერ რა. GPT არის დეკოდერის ტიპის მოდელი. მარტო წარსულს ხედავს. თითოეული სიტყვა მხოლოდ თავის წინ დგომ სიტყვებს უყურებს. გაიაზრეთ, თითოეული სიტყვა მხოლოდ თავის სიტყვების წინ დგომ სიტყვებს უყურებს. ანუ მანამდე რაც არის, მხოლოდ მაგას უყურებს და მერე მაგის მიხედვით აგენერებს შემდეგ. ამას ქვია ავტორეგრესიული მიდგომა. ეს საშუალებას აძლევს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დაწეროს ახალი ტექსტი რა. ნუ მარტივია რა, ანუ ხო, კომენტ რაც მიწერია, ნუ ენკოდერი არის, წაიკითხე და გაიაზრე და დეკოდერი არის, წაიკითხე და დაწერე შემდეგი სიტყვა. სწორედ ასე მუშაობს ChatGPT. აი. ხო, ნუ რატო არ შეუძლია დეკოდერს, რომ მომავალი დაინახოს რა. მომავალი სიტყვები ნახოს, რა ყველა სიტყვა ნახოს. და წარმოიდგინეთ გამოცდა და გამოტოვებული სიტყვა უნდა შეავსო და პასუხიანს არ ხედავთ, ხო ეს ხო ჩიტინგი არის რა. სწორედ ასე ტექსტ გენერაციაში მომავალი სიტყვები ანუ არ არსებობს რა. ან არც იცი საერთოდ მომავალი სიტყვა რა შეიძლება იყოს, როცა გამოცდას წერ რა და რანაირად უნდა შეხედო. ამიტომ მათ ნახვა ფაქტობრივად შეუძლებელია რა. ნუ ეგ არის ზუსტად ავტორეგრესიული გენერაცია. მოდელი ყოველ ნაბიჯზე წინასწარმეტყველებს ერთ სიტყვას და შემდეგ მას ამატებს inputs. ტექნიკურად, ნუ ეგ ხდება masked self-attention-ით. ანუ იგივე self-attention-ია ეგეც, როგორც ტრანსფორმერებში ისწავლით, მაგრამ მომავალი პოზიციები, ასე ვთქვათ, დაბლოკილია რა. ანუ softmax-ის წინ ამ პოზიციებს უწერთ მინუს სასრულობას. ამიტომ მათგან ყურადღება ფაქტობრივად ნულის ტოლი ხდება. ანუ აი ამ ხელს რო შეხედავთ რა, ეგ არის ზუსტად ეს attention mask-ი რა, self-attention-ი, რომელიც გითხარით რა, ანუ წვანე ნიშნავს რომ ხედავს რა და წითელი ნიშნავს, ნუ ჯერ დაბლოკილია. და ნუ ეს არის რაც ქვედა სამკუთხა მატრიცა ხო? ყველა ტოკენს მხოლოდ თავის წინ დგომი ტოკენების ნახვა შეუძლია ანუ. რამე კითხვა ხო არ გაქვს so far? არავის არაფერი, ყველაფერი გაიგეთ? არ მოგერიდოთ არაფერი? ხო იცით?
просто მივთი მოიხსენით, გამაჩერეთ და დამისვით კითხვები. აი, თუ არავის არაფერი, მაშინ გადავალ შენან იმაზე. ხო, ну, GPT-ის არქიტექტურა და რას წარმოადგენს რა. вообще GPT ვინა რა არის, რატო არის? ხო, ну, რა ვინა GPT და რა არქიტექტურა აქვს ეგეთი რა. ანუ რეალურად ძალიან მარტივი არქიტექტურა აქვს რა, ну, დეკოდერ ბლოკების სტეკი არის ასე ვთქვათ. და ну, დეკოდერ ბლოკი რაც ესე გამოიყურება რა, ანუ ქვემოდაზე ვიწავევით რა. ტოკენიზაცია და პლუს positional embedding-ები, ანუ embedding layer-ი. მე არის mask self-attention-ი, მე არის feed forward layer-ი, network-ი და ბოლოს არის linear plus softmax-ი. რომელიც ну ალბათ აუზღვაზროთ ყველა სიტყვისთვის რა. მაგრამ ну სანამ ეს ბოლო layer-ი იქნება, ну ეს პირველი სამი ასე ვთქვათ, მეორდება რაღაც engine რა, მაგალითად GPT-2-ში მეორდება 12-ჯერ. და რაც ყველაზე მთავარი არის, ანუ ერთ-ერთი განსხვავება BERT-ისგან არის ეს მასკი რა. დანარჩენი ყველაფერი ანუ self-attention, feed forward network layer normal residual connection-ები, ანუ უბრალოდ იგივე არის, ერთ-ერთი იწვება ეს mask self-attention. კასკებია ყველასთვის? ანუ GPT-3-ისთვის მაგალითად რაც 96 წელი ეს layer-ი იყო. და GPT-2-ში 12, GPT-4-ში კაცმა არის. ოკეი, ესეც ყველამ არანაირი არაფერი, კაი. კარგით, მაშინ გადავალ შემდეგ ეტაპზე. აი, ну GPT-ის ტრეინინგი, ну GPT-ის ტრეინინგზე რა თქმა უნდა ვილაპარაკოთ ზოგადად დეკოდერების ტრეინინგზე, რა თქმა უნდა მარტო GPT არა, GPT როგორ generative pre-trained transformer-ი რა. ან chat GPT არის უბრალოდ აირჩიეს ზოგად სახელი, ან chat generative pre-trained transformer-ი რა. და მე საბოლოოდ კომპანია ესე ვთქვათ მიითვისა რა. თორე რეალურად რა გენერაციული pre-trained transformer-ი არის ლამაც. და GPT არის კიდე რავი 1000 გენერაციული მოდელი, რასაც Hugging Face-ზე ვხედავთ, რაც კიმი რო გამოვიდა ახ. agent-ი რაღაცები და ასე შემდეგ რა. ამ GPT-ის ტრეინინგი ძალიან მარტივი არის კონცეპტუალურად. და ну აი წარმოიდგინეთ ეს რაღაცა რა, ну გაქვთ მილიარდობით ზიანდება ინტერნეტიდან რა და ყოველ წინებაში ყოველ პოზიციაზე მოდელმა უნდა იწინასწარმეტყველოს ყოველ შემდეგ მოდელმა უნდა იწინასწარმეტყველოს ყოველ შემდეგი სიტყვა რა. და აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი რა. აი the cat sat on the და რაღაცა met. ну იყოს ეგეთი წინადება რა. input-ად ჯერ ვაძლევ this და მაგამ დაიწინასწარმეტყველოს cat. მე ანუ cat-ს ვამატებ კონტექსტში input-ში, ანუ და მე ვაძლევ the cat-ს და მე უნდა იწინასწარმეტყველოს set. მე მაგასაც input-ში ვამატებ, მე the cat set და მე on უნდა ისწავლოს და the cat set on the და ასე შემდეგ რა. ან მაგას ნელ-ნელა ვამატებ რა, ან ჯერ შევა და მე the cat set on და the cat set on the და ასე შემდეგ რა. და ეს ხდება მილიარდობით წინადებებზე რა. არნაირი ლეიბლი არ არის საჭირო. და ტექსტი თავად არის, რაც ტრეინინგის მონაცემი ასე ვთქვათ. ანუ არაფერი არც დალეიბლება გინდათ, არაფერი რა. ну რა თქმა უნდა ეს pre-training-ის ნაწილში, თორე ისე მე რა თქმა უნდა ლეიბლინგის შეიძლება დაგჭირდეთ და ასე შემდეგ რა, როგორც არ reinforced learning-ზე რო გადადიხარ და მაგალითად აი თქვენი აზრით როგორ სწავლობენ მოდელები აზროვნებას რა. ანუ ესე ენას მაგალითად ასწავლით. ხო? ანუ ენის სწავლება შეიძლება ესე რომ წეროს შვენივრად. ოკეი. ну დიდი корпуს დაგჭირებათ მაგის რო LLM-ს ასწავლოთ, მაგრამ ну ასწავლით. შემდეგი ეტაპი რა არის თქვენი აზრით? მე მაგაზე ვიმშელოთ რა. вообще როგორ მუშაობენ ეს მოდელები, გავუსწროთ ცოტა მასალას რა და მაგაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენი აზრიც მაინტერესებს. ანუ რატო ხდება ისე რომ აი გადის დრო, რაც ეხლა თქვენ ხართ მე-9-დან მე-12 კლასამდე რა. ზოგი ხართ მე-9, ზოგი მე-12 კლასელი. ეხლა 2026 წელი. GPT გამოვიდა 2022-ის თუ ხო 2022-ის ოქტომბერში თუ სწორად მახსოვს.
ჯერ კიდევ მაშინ იყო ბუმი, ხო? და დრო გადის და ბუმი არ ჩერდება, ანუ ისევ კიდევ უფრო ძლიერდებიან მოდელები, კიდევ უფრო ძლიერდებიან. აი რა იცვლება თქვენი აზრით? ანუ არ იცი ხელი ვილაპარაკოთ რა, ანუ ხალხმა მოიხსენეთ მითი და თქვენი აზრით თქვით რა. აი გიორგი გისმენ. ანუ პირველ რიგში ანუ სკეილინგი რომ ანუ მოდელები 2022-ში ბევრად უფრო პატარა იყო ვიდრე ეხლა არის, იმიტომ რომ ანუ დროთა განმავლობაში GPU-ებიც და ესეთი hardware-იც ძლიერდება და განსაკუთრებით ეხლა ანუ GPU აქამდე ძირითადად ფოკუსირებული იყო graphical processing-ზე და ანუ ეს რაღაც ქუდა უფრო side შედეგი იყო, side effect-ი ამისი და ეხლა პირიქით ახალი GPU-ები, ანუ ძირითადად Nvidia 40 სერიებიდან უკვე ანუ Tensor Core-ებზე უფრო მეტი ინოვაცია აქვს, ვიდრე გრაფიკულ სფეროში რეალურად. კი ბატონო, კაი, მოდი ხა, აი სკეილინგი ავიღოთ რა მაგალითად რა. მე მგონია, რომ სკეილინგი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მიზეზი და როგორ არ უნდა იყოს 2023-ში, 2022-ში რომ გამოვიდა GPT-3, მე რა თქმა უნდა გაზარდეს, ხო? ანუ GPT და GPT-4 იყო მაგის შედეგი რა, რომ კიდევ უფრო დაასკეილეს. კაი, გაზარდეს სიტყვაზე, ოკეი. მე მარტო გაზარდეს და всё, ანუ ეგ მაგიტო არის დღეს აი ამ ეტაპზე როგორც მაგის გარდა ბევრი ახალი ტრენინგის მეთოდებიც გამოვიდა და ანუ ძირითადად data უფრო იხვეწება, რასაც მოდელებს აძლევენ. ანუ ინტერნეტიც იზრდება, ეხლა განსაკუთრებით ყველაზე სწრაფად იზრდება და ანუ უკეთესი ტრენინგდაცაც არის. აი არ ვიცი, აი მოდი გიორგის ხონა ხელი აწეული კიდე და მოდი მაგასაც ვკითხოთ. გიორგი იყო თუ სანიკიძე ნიკოლოზი ბოდიში ხო? მეტი დრო აქვს კომპანიებს რომ დაატრეინონ, ანუ ძალიან დიდი კომპიუტერი და დრო ჭირდება და დრო რო გადის, ნუ მეტი დრო გამოდით და მაგით ატრენინგები და თან როდესაც ხალხი იყენებს, ანუ მაგიდან სწავლობენ როგორ უნდა გაუმჯობეს. ჩემი აზრით. ხო, შეიძლება რა თქმა უნდა, ანუ ეს არის პროდუქტი, ნუ იყო შუაში პროდუქტი. ეხლა აღარაა ჩემი აზრით მოდელი როგორც ასეთი პროდუქტი. მოდელს როგორც პროდუქტს ეგრე ვეღარ შეხედავ დღეს, ხო? ანუ ეს უკვე agent-იქ რაღაც cloud code და ასე შემდეგ, auto-complete-ები და ასე შემდეგ რა, რო გამოვიდა. გისმენ გიორგი რას ამბობდი? ძალიან დამავიწყდა ის რა ქვია. ეხლა ანუ ინოვაციებზე რო ვსაუბრობდი, ანუ ბევრი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაღაც რაც იყო, ეგ იყო ანუ თვითონ DeepSeek R1 და GPT-O1 რო გამოვიდა მაგის დროს thinking ანუ თვითონ მოდელი ბევრი ტოკენს რომ აგენერირებს, რომელიც თავის ან რომ ანალიზებსა და მე ეხლა მაგაზე კითხვა რა, ანუ ეგ რისი შედეგია რა, მაგალითად მაგათ რო ქონოდათ ანუ კომპიუტერი გაიზარდა და მაგიტო მიიღეს ეგეთი O1? ანუ 2020 გამოვიდა დაახლოებით DeepSeek-ი, ხო? თუ სწორად მახსოვს, თუ 2025-ის ბოლო მახსოვს მე. არ მახსოვს ზუსტად რა. და 2024-ის ბოლოს თუ გამოვიდა სიტყვაზე. ანუ იმიტომ გამოვიდა რომ 2022-ის მერე კომპიუტერი გაიზარდა და მარტო ეგ იყო მიზეზი? ანუ არა, თვითონ ანუ ეს მოდელები უბრალოდ ძლიერდებოდა და სხვადასხვა გზებზე იყო, ანუ სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ რომ მოდელები უფრო უკეთესი გაეხადათ და ანუ მაგიტო, ანუ კომპიუტერის გაზრდაზე არა ეს დამოკიდებული, ანუ DeepSeek-ის 1 ბილიონიანი მოდელიც არსებობს, რომელიც ანუ ბევრად პატარაა GPT-3-ზეც. GPT-3 150 ბილიონიანი არის, თუ არა ვცდები. არა, პერფორმანსი ჯობია, რატო ჯობია? იმიტომ რომ თვითონ ჯერ ახლა thinking-ი რომ შეუძლია ეგა და მაგის გარდა, ანუ თვითონ training-იც შეიცვალა, ანუ ძირითადად GPT-3 უფრო სხვანაირად ტრენინგდებოდა ვიდრე DeepSeek. ჯერ dataset-ი, რასაც ტრენინგდება, ეგეც შეიცვალა, ბევრად უკეთესი გახდა და dataset-ზე მაინტერესებს რა, ეხლა dataset-ი შეიცვალა, მეუბნები რა. Dataset იმიტომ შეიცვალა, რომ მაგალითად ვებში უფრო მეტი რაღაც იშოვება და მაგიტო გაიზარდა და რაღაცა და უფრო მეტად ასწავლეს, ენა ეგ ხო რეალურად ეხლა სტატიები რო იწერება და ასე შემდეგ.
მაქიდან thinking-ს რანაირად ისწავლის, ხო? ანუ უბრალოდ ენას ისწავლის კიდევ უფრო კარგად. მეთანხმები თუ არა? კი, მაგაში გეთანხმებით. დეთა რომ უკეთესი ხდება, მაგაში იმას გულისხმობ, რომ ანუ ეს კომპანიები, ანუ hoardings რომ აკეთებენ ამ data-ების, ანუ 2022-ის data რაც მოაგრო, ეხაც გამოგადგება, ანუ ნელ-ნელა ემატება ეს data და ანუ ამ კი სტატიები არ ეხმარება, მაგრამ ბევრი სხვა, ანუ არის მაგალითად დაზროვნებითი წიგნი, მათემატიკა, ფიზიკა და ასე შემდეგ. ასევე არის სხვადასხვა software-ის დოკუმენტაცია, ასევე ანუ blog post-ები და ასე შემდეგ. მაგებს გულისხმობს. აი ხა სწორი მამდე მივედით რა. ანუ საბოლოოდ მე ენას ვასწავლი მოდელს, მაგრამ რო ვასწავლო აზროვნება, მაგას უბრალოდ და ეს ავტორეგრესიული მიდგომა არ უშველის. და DeepSeek-საც არ ქონდა ავტორეგრესიული მიდგომა თუ გახსოვს. ანუ როგორ არ ქონდა კაცო ავტორეგრესიული მოდელი იყო, მაგრამ ეს პროსტა data შევუშვი და მიდი ისწავლე რა, არ იყო მანდ, ხო? ან მან სხვა მიდგომები ქონდა უკვე. მანდ იყო უკვე რავი, თუნდაც reinforcement learning with human feedback-ი რა. RLHF, RLHF. არის კიდე DPO, იგივენა გისმენ გიორგი. Reinforcement, ანუ ჯერ თავიდან საერთოდ მოდელს რამეს, ანუ ყველაფერზე რომ ატრეინებ, ანუ არაფრის output-ი არის ის, უბრალოდ რაღაც random token-ებს აგენერირებს, უბრალოდ იმიტომ სწავლობს, რომ ანუ gradient, ანუ ენა ისწავლოს, როგორც ადამიანი ისწავლობს ენას, რომ ანუ თავიდან კი, ანუ ნახე როგორ იყო, ასწავლიან ჯერ რა თქმა უნდა დიდ კორპუსს, აი ესე, ენას, ეგ არის pre-training-ის ფაზა, მე არის supervised fine tuning-ის ფაზა, supervised fine tuning-ი გავიარეთ, თუ არ გავიარეთ, იმიტომ რომ არ ვიცი. არა, ჩვენ ზუსტად არ გაგვილია, მაგრამ ეგ ანუ reinforced learning-ი არა, ფაქტობრივად human feedback-ი. Reinforced learning-ი, ანუ SFT, supervised fine tuning-ი არ არის reinforced learning-ი. კარგი, მაშინ. ხო. Reinforced learning-ი კიდე სხვა რაღაცა არის რა. Reinforced learning-ის შედეგი არის ზუსტად ეს thinking-ი რომ მიიღეს და ასე შემდეგ რა. SFT არის მაგალითად ჩორებრად ეხა ამას რო ვატრენინგებ. Output-ი რამე ხდება? ანუ როგორ აი input-ად კითხვას დავსვავ და output-ს ამიგენერირებს მე კითხვაზე პასუხს, როცა პროსტა აი ესე კორპუსზე მექნება ნასწავლი რა. ან pre-training-ის ფაზა რატო ეწოდება ამას? ავდექი და შევუშვი ეს მონაცემები ძალიან ბევრი მილიარდობით წინადადება მეგობრებო რა. და იმან კი არის სწავლა რომ კითხვაზე პასუხი გამცეს, როგორც მაგალითად GPT არის, როგორც მაგალითად Claude არის და როგორც GPT იყო მაგალითად 2022-ში, არა. ეს სწავლობს დამთავრებას ტექსტის. ანუ ტექსტს უბრალოდ მიყვება და ამთავრებს რა. ეგ არის და ეგ text completion-ისთვის შეიქმნა რა. და მერე უკვე supervised fine tuning-ი არის რომ ამატებ რაღაც question token-ებს და აი მაგალითად მოდი ეხლა იმას ვიზავ რა. ხო ჩანს ჩემი სკრინი იმაზე რომ კოლაბზე რომ შევდივარ. ხო. მე ესე იგი ანუ რაღაცა მაგალითად big cat set on და GPT-2-ს რო ავიღე pre-trains ეს დაამთავრებს მაგას რა, რაღაც რა max 500 tokens მივცემ, max tokens რაღაც ტოლია 500 და 500 tokens ამის შემდეგ რაღაცა ლოგიკურად დაამთავრებს. ან 500 tokens არ გამოიყენებს, просто იპოვის რაღაცა ლოგიკურ დასასრულს რა. მაგრამ როცა supervised fine tuning-ზე გადავდივართ, მე რაღაცა ესეთი ტიპები ემატება რა. მეც ადრე მუშაობდი ქართულ ენის მოდელზე და ანუ ეს ტრაცები ემატება რა, question token-ის სიტყვაზე რა. აქ დასვავ რაღაცა where მოდი ესე ვქნათ. Question token დავავიდა. Q ესე where did the cat sit? და ისევ Q. ანუ არა ეს ხანაირი Q-ნა, რაც Q ესეთი რა სიტყვაზე. და მე არის რაღაცა answer token-ი რა. და ასწავლი ესეთ რაღაცებს რა. ნუ აი აქ იქნება answer-ი რა სიტყვაზე რა. Cat set on the mat. და ისევ ესეთი რაღაც answer-ი რა.
და მე input-ად რა, ანუ კითხვას რომ სვავ, ესეთი რაღაც შედის, წარმოგიდგენთ რა. ანუ იქაც text completion-ი არის. ანუ რეალურად არ იცვლება რა მოდელის ის რა ქვია დანიშნულება, იმიტომ რომ აქ დამავიწყდა toxin-ის მიცემა. ესე იგი, ესეთი რაც მიიღება რა მე რა, ანუ როცა თვითონ ინფერენციას გადავდივარ. ახე? Q where did the cat sit? ანუ კითხვას რო სვავ უკვე დატრენინგდა მოდელი რა სიტყვაზე რა. Q და მე აძლევ 100. და მიდი და დაამთავრე. და დაამთავრებს ზუსტად იქ, სადაც ანუ რო დაამთავრებს, აქ დაწერს ბოლოს იმას, რა ქვია, answer tokens. იმიტომ რომ ეგრე აქვს დასწავლი. ანუ იგივე ლოგიკით შედის ეს, ანუ უბრალოდ მონაცემთა სტრუქტურა იცვლება რა, ხვდებით უბრალოდ. ანუ იქ რო პროსტა შედიოდა ტექსტები, აქ უკვე რაღაცა Q ტოკენები შედაემატა რა, Q ტოკენი, where did the cat sit? ანუ ამასაც ავტორეგრესიულად რა თქმა უნდა, ანუ ამასაც ნელ-ნელა ვაძლევთ და მე ვასწავლით რომ აი პასუხი რომ თავდება, რაღაც A ტოკენი ისმება რა. A ტოკენი უნდა დაისვას. და მე იგივენაირად აი ვაძლევთ input-ად აი ამას. და მიდი დამიგენერირეთ ქოვეუბნები და ის იქამდე აგენერირებს, სანამ არ დაასრულებს ამას. ამით არ დაასრულებს რა. ეს არის supervised fine tuning. მე თვითონ აზროვნებას როგორც სწავლობს GPT და ზოგადად გენერაციული მოდელები, არის ეს ცალკე ამბავი რა, ანუ რატო დაჭკვიან და ეგრე ძალიან ყველა მოდელი. ანუ აი ძალიან ლოგიკური კითხვა არის, იმიტომ რომ ძალიან უცნაურად ვითარდება, ხო? ანუ კომპიუტერი გავიგე ხა იზრდება, მაგრამ ასტრონომიკულად ხა ხო არ გაიზრდება, ანუ სამდე გავზდით ამ კომპიუტერს რა, სადამდე შეგვიძლია გავზარდოთ და მაგიტო უკვე შეისვალა ტრენინგის ტექნიკები რა, ეგეთ ტრენინგის ტექნიკებსაც რა თქმა უნდა გავივლით ამ კურსში და რა მაგასაც გაგაცნობთ რა, მაგრამ უბრალოდ იცოდეთ რომ ეს საინტერესო თემა არის რა ძალიან რა, ანუ ესე უბრალოდ დავატრენინგე მოდელი არ არის რა, ანუ ბევრი ეტაპი აქვს დატრენინგებას მოდელის. რატო არის რომ პატარა მოდელები ხშირად ჯობიან დიდ მოდელებს, ზუსტად მონაცემებზე არის დამოკიდებული ტრენინგის ტექნიკაზე. რაც უფრო რთულ ამოცანებს მისცემ მე supervised fine tuning-ის მერე, მით უფრო ძლიერდება მოდელი, აზროვნებას უკეთ სწავლობს. გისმენ. ხო, მაგაზე კიდევ ანუ ახალი ტექნიკები ხო mixture of experts და დასვენება. ხო, ანუ მაგაზე რომ პატარა მოდელები, დიდ მოდელები შევია, მაგალითად ახალი GEMAS 4-ის მოდელები, 20 ბილიონიანი მოდელი ჯობია. მაგრამ GPT-4-ის 120 ბილიონიან თითქმის ყველა task-ში, ასეც. მაგრამ Google-ს არენდო. Google-ი ბატყო არა ვიღაცა. არა, ანუ მაგას არ ვიძახი თვითონ ანუ third party benchmark-ებზე ვიძახი მე. კი ბატონო, კი, ანუ საკმაოდ ეგრე კიმი მას გამოუშვა მაგალითად, რომელიც კოდს ძალიან ჩვეულებრივად უდგას გვერდზე. კიმიმა ისევ ერთ ტრილიონიანი პარამეტრიანი მოდელი გამოუშვა, მე არ ვიცი ხა. კი, დიდ მოდელებს უშვებენ ეგენ, იმიტომ რომ ანუ ქვენიც მაგალითად, ანუ knowledge distillation-ის ხო არსებობს რა, ანუ მაგალითად ქვენის უმაგეს აკეთებს კლოდით. კლოდით ადისტილებს თავის მოდელებს. ამიტომ ეგეც ჩვეულებრივი თემა არის რა, რაღაც შეიძლება 8 მილიარდიანი ქვენის მოდელი 7 მილიარდიანი, ძალიან ჩვეულებრივად რავი, თუნდაც სონეტს გვერდში ამოუდგეს რა. კი. ამიტომ ძალიან ლოგიკური არის რა ეგ ყველაფერი რა. აი, გავაგრძელოთ რა. დავუბრუნდეთ ცოტა უფრო მარტივ თემებს. კაი, როგორ წერს ახლა რა, ანუ ავტორეგრესიული გენერაცია რა, რას ნიშნავს საერთოდ რა? ხო, ნუ აი ეგ წეღად გადახეთ, მაგრამ ხო, ნუ აი მივცემ რაღაც once რა სიტყვაზე რა და მე მიგენერირებს ეგ შემდეგ რაღაცა tokens upon. მე once upon-ს მივცემ სიტყვაზე რა, upon a time. ანუ ოღონდ ამას შვება თავის რა, ანუ once რომ მივცემ რა, მე თავის იწყებს რა, ანუ გენერაციას რა, შემდეგ ხუთს რა, უბრალოდ აი ამას ახლა რა, step 2-ს და step 3-ს რა, გააკეთებს under the hood, როგორ აქვს და ეგ არ ვიცი, ანუ ჩუმად რა, თავის პონჩი გააკეთებს. ახალი input-ი ექნება once upon რა და მე მესამე step-ზე იქნება once upon a time, once upon a და ასე შემდეგ რა. და ყოველ ნაბიჯზე ანუ ფაქტობრივად ახალი სიტყვა ემატება inputs და მოდელი თელ წინა კონტექსტს ხედავს. მაგრამ ანუ რა თქმა უნდა, ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ჩდება.
ანუ როგორ შეიძლება ავრჩიო შემდეგი სიტყვა რა, მოდელი ალბათობის ბაზრობს ყველა სიტყვისთვის რა, time შეიძლება იყოს 42%, date 18%, night 7% და ვინ ავირჩიო? ხო და სწორედ ამაზე იქნება შემდეგი დარჩენილი ლექცია რა, სამ სტრატეგიას გეტყვით რა. Greedy decoding-ი რა, ყველაზე მარტივი არის, ნუ ყოველთვის სიტყვა უნდა ირჩიო, რომელსაც ყველაზე მაღალი ალბათობა აქვს რა. სწრაფია, მარტივია, მაგრამ ხშირად რეპეტიტიურია და თითქმის არანაირი ის არა აქვს, რა ქვია, კრეატიულობა რა. აი ხშირად მეორდებოდა ხოლმე აი translation-შიც ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ ეს ბევრჯერ მეორდებოდა ხოლმე ჩემს შემთხვევაში ახლა ექსპერიმენტებს რო ვატარებდი, ერთ და იგივე სიტყვები რა. ან რაღაც შეიძლება თუ აქაც იგივე მოხდეს რა და ნუ აი D თუ დააგენერირა, მაგის მერე სულ D-ები აგენერიროს რა. და რაც არ უაწყობს რა თქმა უნდა რა, ტიპიური პრობლემა არის ერთ-ერთი რა, ეგ რა greedy decoding-ის რა. ანუ ეხლა საუკეთესო სიტყვა არ ნიშნავს, რომ საუკეთესო წინადადება მიიღება რა. და ნუ ეგ არის ფაქტორად რაც ლოკალური ოპტიმუმის პრობლემა რა. მეორე არის beam search. ჭკვიანური გადაწყვეტა არის რა, ნუ ერთი გზის ნაცვლად ვინახავთ რა საუკეთესო გზას ერთდროულად და ბოლოს ვირჩევთ იმას, რომელსაც ყველაზე მაღალი ჯამური ალბათობა აქვს. სამერიზაციისთვის, თარგმანისთვის მშვენიერი ის არის რა ეს მეთოდი რა. ესეც ძალიან დეტერმინისტულია, მაგრამ ეს პრობლემა რაც greedy decoding-ის აქვს, ხშირად არ აქვს ამას. მესამე არის sampling-ი რა, ანუ ფაქტობრივად გამართლოს ვაგორებთ რა. ალბათობებით შეწონილ ალბათობებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგებს მივიღებთ რა ფაქტობრივად და სწორედ ასე მუშაობს ChatGPT რა, ყოველ ჯერზე ცოტა განსხვავებული პასუხი გვაქვს რა. შეიძლება იგივე კითხვაზე ძალიან მსგავსი პასუხები დააბრუნოს, მაგრამ აზრობრივად, მაგრამ რა თქმა უნდა სხვადასხვა ნაირად იქნება წყობა. მოდი აბა beam search ცოტა ჩავეძიოთ რა კიდევ უფრო რა. რაც once upon ეს რომ მივცემ რა, მე იქნება რაღაც ვიტყვი რომ beam search-ზე რაც კას მიუთითებს 3-ს. და ნუ პირველ ნაბიჯზე რაც სამ ყველაზე ალბათურ იმას აირჩევს, რა ქვია, სიტყვას. მე მეორე ნაბიჯზე ყოველი გზიდან კიდე გავფართოვდები და time-ის შემდეგ საუკეთესო რა იქნება რა, ანუ ვერ არის მანდ რა, day-ზე იქნება in და night-ზე იქნება რაც d და ასე შემდეგ რა და ხო, ნუ ეგრე გვაქვს ახლა ნუ რაც 6 გზა ხო სიტყვაზე რა, მაგრამ ვინახავთ რაცა მხოლოდ top 3-ს ჯამური სკორით რა და ჯამური სკორი რა არის, ნუ ყველა სიტყვის log ალბათობების ჯამი რა. ნუ log ალბათობას იმიტომ ვინაიდან, რადგან ალბათობების გამრავლებით ძალიან პატარა რიცხვს მივიღებთ რა თქმა უნდა და მაგიტო ლოგარითმს ვიყენებთ რა. და არბერი არ ჩავდება ამით. ნუ ერთი პრობლემა ის არის, რომ გრძელწინადადების ყოველთვის ნაკლები სკორი აქვს. იმიტომ რომ მეტი log ალბათობა ემატება რა და ამიტომ სიგრძის ნორმალიზაცია ხშირად საჭიროა ხოლმე რა და სკორს ყოფს თვითონ სიგრძეზე. წინადადების. რომ მოკლე და გრძელი წინადადებები შესაძლებელი იყოს და არ იყოს რაღაცა overfit-ი, ასე ვთქვათ, მოკლე წინადადებებზე რა და გრძელ წინადადებებზე ცუდად მუშაობდეს. გისმენ ნიკოლას. ანუ ეს სანამ ტოკენი არ მოვა იქამდე წავა? თუ რამე fixed სიგრძე გვაქვს ამის? მან უთითებ ან თვითონ ამთავრებს ხოლმე ძირა max 500 ტოკენს თუ მიუთითებ რა სიტყვაზე რა max 5 ტოკენს ან max 3 ტოკენს ან შენ თუთითებ რა მაგრამ max 500 ტოკენი თუ მიუთითე მაგალითად რა ვის დააგენერირებს შემდეგ რაღაც 500 ტოკენს არა რა წესით რა ანუ თვითონ უნდა პოულობდეს completions ნუ ეგრე მახსოვს მე რა ნო ან თავისი ტიპოვის წესით სადმა თავდებოდა სინანდება და სადმა გაჩერდეს ნუ ეგ თუ supervised fine tuning შეიძლება XSFT-საც ხდებოდეს და max 500 ტოკენი რეალურად 500 ტოკენს აგენერირდეს თვითონ GPT რა ანუ როცა 500 მიუთითებ თავის დააგენერებს 500 შეიძლება ეგეც ხდებოდეს ზუსტად არ მახსოვს და XSFT-ში სწავლობს მე სხვა კითხვები არავის ოკეი რა ვიცი კაი მანამდე იმას გავიხსენებ
ან წესით რა იცი? უნდა კონდეს end of sequence ტოკენი რა, ანუ EOS ტოკენიც უნდა კონდეს თვითონ მოდელს რა, რაც EOS ესეთი ტიპი რა. ხო და end of sequence თუ აქვს, მაშინ იპოვის თავისით რა. completions, მაგრამ თუ არ აქვს, მაშინ ვერ იპოვის და ესე უგზაუკლოდ დააგენერირებს რა. მიხდი? დიახ. აი. ტემპერატურა და სემპლინგი ზოგადად რა. ტემპერატურა აკონტროლებს რამდენად დეტერმინისტული ან კრეატიული არის მოდელი. დაბალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ თითქმის ყოველთვის ყველაზე სავარაუდო სიტყვას აირჩევს მოდელი. ტემპერატურა სად ემატება და ასე შემდეგ მათემატიკურად გახსოვს? გახსოვთ ვინმე? არავის? აი. softmax-ი გახსოვთ? softmax-ში ქვემოთ ანუ softmax-ში რეალურად რა ხდება, ანუ ექსპონენტა არის და ლოგიტები გადაეცემა, ხო? და ქვემოთ იყოფა ლოგიტების ჯამზე. ლოგიტების არ ვიცი. მანაც ექსპონენტა არის და ქვემოთაც. და აქ უბრალოდ რა ხდება და ყველა ლოგიტი იყოფა ამ ტემპერატურაზე, ტეზე. ქვემოთაც, ზემოთაც. ეგ არის და ეგ რა. რეალურად მეტი ის არ არის, რა ქვია, მათემატიკა. ხო, და ნუ რას ნიშნავს ეს რა, ანუ თუ დიდი ტემპერატურა მაქვს, უფრო გაშლილი განაწილება მაქვს და თუ დაბალი ტემპერატურა მაქვს, მაშინ უფრო შემჭიდროებული განაწილება მაქვს და უფრო მარტივად შემიძლია მაქსიმუმი ვიპოვო რა. ალბათობების. ხო, ნუ დაბალ ტემპერატურაზე მოდელი თითქმის ყოველთვის რაც სავარაუდო სიტყვას აირჩევს და საფრთხე და predictable არის რა. საშუალო ტემპერატურა არის 0.7. sweet spot-ია სავით არის, მაშინ რა ქვია GPT მაგალითად დააშენა, 0.7 იყენებენ რა. ტესტ, არ ვიცი ზუსტად. და მოდელი ნუ ზოგჯერ ნაკლებად სავარაუდო სიტყვებსაც ირჩევს რა, ანუ რაც კრეატიულობას აძლევს. მაგრამ ნუ არ ხდება ნონსენსი რა. საინტერესოა რა და ჯერ კიდევ აზრიანიც, ანუ აზრი არ ეკარგება რა. მაღალ ტემპერატურაზე თითქმის ყველაფერი სავარაუდო ხდება რა, ანუ ვერაფერზე ვერ ვიტყვი, რომ აი ლოგიკური იქნება რა მაღალ ტემპერატურაზე რა. ხო, ნუ აი once upon a time quantum ბადანა ორკესტრა რო არის აი. საღალისოა, მაგრამ აზრი არ აქვს, ნონსენსი არის რა. ტოპ და ტოპკა არის კიდე დამატებითი ფილტრები რა, ტოპკა ნიშნავს, რომ რაც ტოპკა 50-ს რომ მიუთითებ, რაც ნიშნავს, რომ 50 ყველაზე სავარაუდო სიტყვიდან აირჩიე და დანარჩენები გამორიცხე და ტოპე ნიშნავს, რომ კუმულაციური ალბათობა ანუ იმდენ სიტყვა შეინახე, რომ მათ ჯამური ალბათობა რაც 90% შეადგენდეს რა, მთლიანი იმის რა. ხო, ნუ ეს არის სულ sampling სტრატეგიები. რა კითხვები თუ გაქვთ? თუ არ გაქვთ? ეს პატარა კოდის ნაწილი არის და ნუ ხო რა პატარა competition ტიპები რა. თარგმანისას ან სამერიზაციისთვის beam search-ი რა თქმა უნდა გამოიყენეთ. და ნუ length penalty გამოიყენეთ რა. კრეატიული ტექსტი და chatbot-ისაც რა თქმა უნდა ნუ sampling-ის ის არის რა ქვია. sampling-ი არის ლოგიკური, მანდ იმიტომ რომ ნუ გვინდა რომ თან ცოტა კრეატიული იყოს და ტემპერატურა ძალიან მაღალი არ მიუთითეთ და ტოპეც მიუთითეთ.
კოდის გენერაცია. ან რამე მეცნიერულზე თუ მუშაობთ. რა თქმა უნდა, გირჩევნიათ, რომ რაც დაბალი ტემპერატურა იყოს 0 ან 0.2, იმიტომ რომ კოდში კრეატიულობა არ გვჭირდება რა, რეალურად გვჭირდება ყველაზე სწორი კოდი რა. მეორე ტექსტი რომ მეორდება რა, ანუ ორი გამოსავალი repetition penalty არის და მეორე არის აი ისა ქვია no repeat engram size რა, ანუ ჯერ repetition penalty სვიტყვი რა არის. ანუ რაღაც მათემატიკურად არის უფრო რა, ანუ ეს რაც არის რომ შემდეგ ტოკენს რო ავირჩევ და თუ ეგ ტოკენი უკვე არჩეული გქონდა ანუ მაგის ლოგიც ყოფ მაგ penalty-ზე რა, ანუ 1-2-ზე ამ შემთხვევაში რა და ნუ რო აღარ ავირჩიო ეგ რა და სახე არ გადროს ასე ვთქვათ რა. და იგივე რაღაცები არ დამიგენერიროს და no repeat engram-ი არის ანუ ენგრამების გამოჩენას ორჯერ მაგას გარიდებს თავიდან რა. აი the cat set ხო არის მაგალითად 3 ენგრამი რა. სამიანი გრამი. ენგრამი ანუ 3 ზომის ენგრამი. ანუ იმას უწყობს ხელს რომ მაგ x3 აღარ გამოჩნდეს შემდეგ იმაში რა ქვია. სიკვენსში რა, მაგ სიკვენსში არ აღარ გამოჩნდეს. ან ფაქტობრივად აი ეს repetitions პრობლემა რო იყო, მაგის გამოსავალია ეს ორი რა. ხო და ნუ რა თქმა უნდა, ნუ თავარი ის აი მახსოვრეთ, ნუ გაგებისთვის BERT გვინდა და გააზრებისთვის და გენერაციისთვის GPT დეკოდერი. ხო, პატარა სამერი. ენკოდერი ხედავს ყველა ტოკენს, დეკოდერი მხოლოდ წარსულს. განსხვავება ერთია, mask self-attention. მეორე, ნუ GPT ტრენინგდება შემდეგი ტოკენის პროგნოზირებით, არანაირლებელი არა, ტექსტი თავადაა ტრენინგის მონაცემი. მესამე სამი სტრატეგია ტექსტის გენერაციისთვის გრიდი, სწრაფი, მაგრამ მეორდება beam search-ი ხარისხიან თარგმანისთვის და sampling-ი კრეატიული ChatGPT-ისთვის. და მეოთხე რა, ტემპერატურა აკონტროლებს კრეატიულობას. დაბალი იქნება უფრო ზუსტი, მაღალი იქნება რაღაც კრეატიული და შეიძლება ნონსენსიც. კი ბატონო. ეხლა მოდი ჩვენთაც ვცადოთ რა, ეს GPT დაამბები. Okay. მოდი ეს ტიპი დამოვიღოთ. შევცვალოთ runtime.
ეს ხო პროსტა ფიჩერებს მაძლევს და ფიჩერები რა თმინდა. მე მგონი LM head-ი არის. რაც მე მინდა. იმიტომ რომ vocabulary-სთან მეპავს მე. კაი. ნახავთ მოკლედ რა. აი, transformers import GPT-2 tokenizer. Mod import port-ში ვქნათ და import რაც იქნებ დაგჭირდეს. აი, ეს prompt-ი იყოს მომდე. ეს ტიპი. Input ID-ები გვინდა ეხლა. და კაცმარიცის ის ის torch.grad ინფორმაციას რომ გამოვიყენო უჭველია, მაგრამ output-ს მინდა და model input ID-s. Output-სიდან ლოჯიტები მაქვს. კი, ლოჯიტები მაქვს. აი, ლოჯიტებიც მაქვს. ლოჯიტების shape-ი მინდა. ერთი სამი ხო, ნუ ეს არის ის სომა რა ქვია. თვითონ vocabulary სომა. მე მინდა აქიდან ამოვიღო რაც პირველი სიტყვა რაც დააგენერირა რა. იქნება სამი თუ დააგენერირა, ლოგიკურად სამი თუ დამეგენერირა, ანუ 0 მინდა თუ ბოლო მინდა. Next logit ტოლია, logit ეს 0 მინდა. მოდი -1 დავწეროთ. დავწეროთ, ან ეს იქნება ან ის. კაცმარიცი. და probabilities f.softmax-ი next word logit-ი და იმტოლია 0. top ID-ები მინდა. top გავიღოთ ჯერ. დავნახოთ. Index-ი და print word print probability print რაც მოდი -1 დავწერ. აი, ვაუ, ეს -1. კაი. იქიდან აქ კაი. Once upon a time. Once upon a certain, once upon a moment, once upon. ნუ აი, ყველაზე ალბათური time იყო. მაგრამ რაც ლოგიკური არის. აი, მოდი აბა F greedy
generate model prompt-ი, max new tokens-ი მივიცეთ. დავლა 50. input ID-ები მინდა ისევ რა თქმა უნდა, input ID-s მინდა tokenizer encode prompt თან tensor stolია PyTorch. აჰა. მინდა for step in range max new tokens. არა, ისა. ხაის რო ვქნა ყველა ჯერზე -1-ს ვერ ამოვიღებ, ანუ რაც თითო-თითოდ უნდა დავყვე და აჰა, კაი. ეს ვაფშე რას მოძლებდა input ID-s. რაულ ზემოთ ხო გაუშვეს. to list. To list. აი. ხო, ნუ გავიგე. ოკეი. აი, მოდი აქ წინასწარ დავწერ რაღაცა ეგეთ ტიპს რა, რომ generate შევინახავ რა ამას რა. input ID-s to list. და ამას იმიტომ ვიზავ, რომ ეხა აქ სტეპები მინდა რა და თითო-თითოს მინდა რომ გავყვე რა. with torch.nograd output stolია model torch tensor-ი მინდა რა თქმა უნდა და ეს generated მივცეთ. მე მინდა next logits რა იქნება ეგ არის outputs logits 0 -1 და s წერან რაც ვქენი და prop stolია f.softmax-ი next logits და dim-ტოლია 0. იგივე რაც ზემოთ დავწერე და აქ უბრალოდ შემდეგ tokens ამოვიღებ ხა, ანუ რაც იქნება რა, ანუ probabilities argmax-ს ავიღებ და items item next word-ი მე მაგას დავადე tokenizer-ით დავადე code-ებ next token და generated.append next token. ამას ვიზავ. დავპრინტავ რა ბარემ რა print რაც. f string step-ი მინდა step +1 დავპრინტოთ picked next word. ალბათ სხვა დავპრინტავ. რა იყოს. result stolია tokenizer.decode generated და result ესეც string იყოს. აი რა მივცეთ პრომპტად ამა? მივცეთ იგივე. აი რა იყო, რა გინდა რომ მივცეთ პრომპტად? გისმენ გიორგი?
ზუსტად გრასაც წერდით ეგუნა მე once upon a time. давай, გავუშვით. როდეს იქნება? შვენიერი. რატო? output-ს მაქვს model torch tensor-ი. რა გავაკეთე ეგეთი? torch tensor generated. ასე უნდა ვქნა კაცო. მაიცა. ეს უნდა მექნა. და ასე. ხო. აჰა, რაცა ადრიანი პირველი ზიანდება იყო. აი ნახე repetition penalty რო არ მიოც. ინგრამებით რო არ დავსაჯე, აი. წეგან რაც თქვი რომ რეპეტიტიურობის საფრთხე არის მეთქი, აი. გამოჩნდა. აი, მიმსერჩი უნდა ხვთ აბა პრომპტი ისე ვცადოთ. The once on a time input ID-ები ისე ვიგეთ tokenizer.encode მინდა პრომპტი return tensor-ი for num beams in რაც 1 3 5 მოდი ესე ვქნათ. მოდი 3 და 5 ვქნათ ერთი არ ერთ beams რაზრი. max length-ი მოდი 50 მივცეთ. No repeat engram size მოდი 5 და length penalty აც 0.8 კი ბატონო. რა არის პრობლემა? არაფერი. კენები გავსკიპოთ. შო. ანუ ერთ beam-ზე იმიტომ არ ვცადე რომ იგივე grid decoding-ი იქნებოდა რა. რაღაც უფრო აზრიანი იყო, რაც ბიბლიურზე გადავედით, მაგრამ ნამბიმის 5-ზე გაგიგდა. აი, რა ვიცი და ვცადოთ ხა. იგივე პრომპტი გვაქვს, input ID-ები გვაქვს, with torch. No, grad. მოდი ისე გავუშვათ logit editor-ია model. Logits. Просто ტემპერატურა მინდა რომ განახოთ რა, როგორ მუშაობს. ბუმ, ეს просто ბოლო logits-ი ავიღოთ. Top logits დოლია. და top ID-s დოლია logits. Top გავიღოთ აქაც რაც 10 ცალი და words დოლია და აქ list comprehension-ი დაპირდაპირ. ეს არ მინდა. ტემპერატურა ავიღოთ. 0.3 0.2 იქნათ просто 0.2 2.7 1.5 მოდი აქ ტოპკას 5-ს ავიღებ. ბევრი რო არ დაიპრინტოს.
აი, props ტოლია f.softmax-ი logit. არა, უნდა გადავატარო for temp in temperatures. Top logit შეფარდებული temp ტოლია 0 .numpy. არა, numpy. ერთად ხულზე ნახეთ როგორ დაჭდა ალბათობები ბევრად უფრო დიდია ვიდრე რავი აი პირველზე 0.2-ზე მაგალითად იყო 0.99 ხო? ეგრე გამოდის 0.7-ზე უკვე 0.86-ზე ჩამოვიდა 0.99 და ერთად ხულზე ვაფშე 0.5-ზე ჩამოვიდა ხო მოგრეთ აი ერთსაც ვიზავრო პროსტა იმას განახებთ სემპლინგით როგორ მუშაობს და მე თქვენ თამაშეთ და ბევრ რაღაცას ნახავთ იგივე იყოს პრომპტი input id იგივე არის for in range რაც ხუთი მოდი იმიტომ რომ რამდენიმე output-ი გვინდა რომ დავაგენერიროთ output-ი არის model.generate input id-ები მინდა max id-ები max length-ი მოდი 50 do sample მოდი მივცეთ true ტემპერატურა 0.7 top p ავიღოთ ნუ 0.9 და no repeat n-gram size ავიღოთ 5 text ტოლია tokenizer decode output-ი 0 რა თქმა უნდა და skip special token-ებიც გავსკიპოთ რა აი რაც მოდი i დავპრინტოთ რაც f version iuri i +1 პროფესორად print text no რაც დაიქნება რა вообще სხვა რაღაცა მეორე რა middle of the word აბსოლუტურად სხვა რაღაცებია გენერირა მოკლედ რა ხო ანუ ამის თქმა მინდოდა რა ან თქვენ თუნდა ეჭალიჩოთ გატესტოთ რა მუშაობს როგორ მუშაობს თქვენს გაერთობით იმიტომ რომ მართლა გასართობია ეს რაცები კაი რა მიკითხები ხო არ გაქვთ კაი ყველაფერი გაიგეთ ნუ რამე ვერ გაიგო იმიტომ რომ რავი კარგით მაშინ რა ყველაფერი თუ გაიგეთ გავთიშავთ რეკორდინგს